უკრაინაში არსებული ვითარება იქნება გახსოვს ერთ-ერთი თემა სტრასბურგში, სადაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სესიაზე საგანგებო დებატების გამართვაც იგეგმება. სესიის ფარგლებში გაემართება ასამბლეის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დაესწრება საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიების, კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მუშაობის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. Madame Sigan, vous avez la parole. სასესიო კვირა სტრასბურგში იქნება ძალიან საინტერესო. პირველ რიგში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებია და ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი, იქნება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნები, ფრაქციის პოლიტიკური ჯგუფის არჩევნები, დებატები იქნება როგორც თავისუფალი ფორმატში და ჩვენი დელეგაცია აპირებს რამდენიმე საკითხზე გამოსვლას.